არ არის ეს პრობლემა. მადლობა. ნამდვილად მართალი ხართ, ჩვენს კომპანიაში ძალიან ბევრი რეზიუმე შემოდის. თქვენ ნამდვილად შეიძლება ჩვენმა მაყურებლებმა არ იციან და მოდი ვუთხრათ, რომ თქვენ ძალიან ჩახედული ხართ ყველა საკითხებში, უშუალოდ მონაწილეობთ ყველაფერში და გვერდში უდგახართ ახალგაზრდებს. ნუ იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ როგორი მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ კოლეგებთან. თქვენ გაქვთ ასევე ის მოსაზრება და ძალიან წუხართ იმ ფაქტზე, რომ ახალგაზრდები დიდი რაოდენობით გაედინებიან საქართველოდან სხვა ქვეყნებში. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? მადლობთ. მე კიდევ დამფუძნებლებთან მექნება თხოვნა. მე დიდი გზა გავიარე. ბევრს რო გონია რომ რაღაც გზა გავიარე, იმის გარდა კიდევ ბევრი გზა გავიარე და ეს საქმე კარგად ვიცი. სოფლიო გამოფენის წევრი ვარ, ბიზნეს ასოციაციის წევრი ვარ და თქვენ იცით რომ ნახევარი სოფლიო არ მაქვს დატოვებული, ყოველთვის სადღაც ვარ და მე ყოველთვის მესმის, ვისმენ, უყურებ და როგორ ჯობია მე ვიცი. უყურე როგორ არის. აი მაგალითად მოდის სივები. ხო გავიმხილეთ ერთი საკითხი. აი სივი, ხო? მოდის სივი. კი ბატონო. ახლა როცა ადამიანი მოდის და 5 წლის განმავლობაში 12 სამსახური რო აქვს შეცვლილი, ეს არ არის, ამას არ უნდა მუშაობა. 5 წლის განმავლობაში ადამიანმა 12 სამსახური არ უნდა შეიცვალოს. მაგრამ რას ურჩევ, თქვათ, დამფუძნებლებს. აი ამ წუთიდან ბევრმა არ იცის. კიდევ დირექტორებზე ვამბობ, დირექტორს იმდენად არ აინტერესებს. დამფუძნებლებს ურჩევ, რომ 10 წლის განმავლობაში სამსახურში რომ მიიღეს თანამშრომელი, თქვათ, აი მაგალითი ავიღოთ. აი ეს ადამიანი რო ჩემთან მოდის და იძახის, რომ აგერ 23 წლის არის და 6 სამსახურია გამოცვლილი 3 წელიწადში, ხო? და დირექტორი პირდაპირ ღებულობს, იმიტომ რომ მეტი თანამშრომელი არ აყავს საქართველოში, არ არის იმდენი მოთხოვნა დიდი ამ თანამშრომლებზე და მოდი და ღებულობს დაუშვათ სამსახურში, მაგრამ არა, ეს არ უნდა გააკეთოს. აი ამ წუთიდან დამფუძნებელმა უნდა გააფრთხილოს დირექტორი, რომ მოატანიეთ ყველას ბოლოს სამსახურიდან საბუთი. დახასიათება და თქვენ ნახავთ, ნახევარი საბუთს ვერ მოიტანს. ან გაშვებულია, ან ის შემოგზავნილი იყო, ან და ბევრი რამ ახლა აქ ვერ ვიტყვი ბევრ რამეს. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ